მარიამ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. ამჯერად მარიამი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ 4 ოქტომბრის არჩევნებსა და სამოქალაქო პროტესტს გამოეხმაურა. მე დღეს არ წავედი არჩევნებზე, რადგან ვთვლი, რომ აზრი არ მქონდა. არ მქონდა იმედი, რომ ჩემი ხმა სამართლიანად დაითვლებოდა. აქციაზე მინდოდა წასვლა, მაგრამ გულწრფელად ვაღიარებ. შემეშინდა, რადგან ვიცი, იქნება პროვოკაციები, აქციის მონაწილეების მიმართ უმოწყალო ქმედებები. სამწუხაროდ, ვერ ვხედავ ამ ქვეყანაში გვირაბის ბოლოს სინათლეს. როდის გვექნება ისეთი კანონმდებლობა ქვეყანაში, რომლის მიხედვითაც 4 წელზე მეც ვერ შეძლებს პარტია მთავრობის სათავეში ყოფნას. მერე აღარც რევოლუციის საჭიროება იქნება და აღარც აქციაზე დგომის აუცილებლობა. მადლობა, ვინც გაბედეთ და დგახართ აქციაზე. ეს დიდი სიმამაცე და თავგანწირვაა. დაწერა გუშინ 4 ოქტომბერს მარიამ შარმანაშვილმა. თქვენ სოფი ლორენი ვინ არის, ის არიცით და პოლიტიკის რა გეცოდინებათ. ახლა ხვდები, ვისი რძალი გახდი, სირცხვილია თქვენი აზროვნება. მიმართა მსახიობ მანანა აბრამიშვილმა მარიამ შარმანაშვილმა. ადამიანი, რომელიც ხელოვანია, მეგონა რომ ამ ხელა ბოღმის მატარებელი ვერ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვწდებოდი. ძვირფასი მანანიკო, მე ამ სიტყვებით ტკივილს ვერ მომაყენებთ, ჩემში მხოლოდ ემპათია გამოიწვიეთ. რატომ? იმიტომ რომ მსგავსი შინაარსის კომენტარის დაწერა მხოლოდ იმ ადამიანს შეუძლია, ვისაც სიყვარული აკლია. პირად ცხოვრებაში წარმატებებს, ხოლო კარიერაში წინსვლას გისურვებთ. იქნებ შემდეგ სხვისი ბედნიერების ყურებამ ნაკლებად დაგთრგუნოთ და გაგაბოროტოთ, უპასუხა მარიამ შარმანაშვილმა მანანა აბრამიშვილს.